მოსატანიათ მაგას მე მაგის დედა ეს ფარული ჩანაწერი ეგრეთ წოდებული ქურდული გარჩევებიდან მხოლოდ ერთი ეპიზოდია, საიდანაც ირკვევა, რომ ფინანსური პრობლემების მოგვარების მიზნით მოდავე მხარეებმა ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდს მიმართეს. შემდეგ კი არაერთი გარჩევა მოაწყვეს და ერთ-ერთ მხარეს თანხის გადახდა მოსთხოვეს. $25,000 გულია მიჭებული გაროში. დავაგდო ყორივით გამოიყვანეთ ის ნახევა რამდენადაც გაიყიდება გავყიდე დანარჩენი რაც დროა მე მივიცე. просто ეს $100 მეო მიცემული მაქვს მაგაზე და ის $100 მაინც დამებურული რაღაც ეგეთი უგუნი. არა, იყვება ბრატანურად სამართალდამცველებმა ბრალდებულები დააკავეს. პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას კი კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები ამოიღეს, რომლის საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ. ვალდების ხარეს წარმოდგენილი აქვს ფარული აუდიო ჩანაწერები, ასევე სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს, რომ ის პირები, რომელთანაც ჰქონდათ უშუალო კომუნიკაცია, არიან კანონიერი ქურდები, რომელთა დავალებებს ასრულებდნენ შემდგომში და მათ დავალების შესაბამისად ხვდებოდნენ მოდავე მხარებს. ერთ-ერთი ბრალდებულის მეუღლე ადასტურებს, რომ მისმა ქმარმა კონფლიქტის მოგვარების მიზნით საზღვარგარეთ მყოფ ოჯახის ნათესავს დაურეკა. რის შემდეგაც კონფლიქტის გაგრძელება აღარ მოჰყოლია. მათი მოვიდა ვიღაცასთან, არ ვიცი კონკრეტულად რასთან დაკავშირებით. დახმარებას თხოვა, დამარიგეო, რომ რა გავაკეთო, როგორ მოვიკვინდო, იმან უთხრა შეურიგდეო. საერთოდ არაფერი არა საქმეში, სახარზე შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი დანაშაულებრივი ქმედება არა განხორციელება. ბრალდებულებიდან სამს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ. მათგან ორი კი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდია. პოზიციას ვერ მოგახსენებთ, იმიტომ რომ დაუსრულებლად წარადგინა ორივე ბრალდებულს ბრალი. ადგილზე არ არის ეგ ადამიანი ძებნაზე დაჭდა ბაჩანა. გუშინ იყო სასამართლო პროცესი და დაუსწრებლად შეეფარდათ პატიმრობა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ადვოკატთა ნაწილი კი ჯერ საქმის მასალებს ეცნობა და დეტალებზე არ საუბრობს. თავად აღიარებს თუ არა დანაშაულს? არა. და რას ედავება გამოძიება? ქურდულ სამყაროს მხარდამჭერს. წევრობას და თვითონ კანონიერ ქურდობას არ ედავება. ბრალდების მხარე ედავება ქურდული სამყაროს წევრობას, დანაშაულს არ აღიარებს გამომდინარე იქიდან, რომ მიაჩნია, რომ დანაშაული არ ჩაუდენია. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.